საქართველოს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე აზერბაიჯანში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ქვეყნის პრემიერსა და სამინისტროს ხელმძღვანელებთან შეხვედრებზე მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაღრმავება იყო. მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივ სამუშაო ჯგუფის შექმნაზეც, რომელიც მუშაობას აგვისტოდან დაიწყებს. მინისტრი ვიზიტის ფარგლებში ქართულ და აზერბაიჯანელ სტუდენტებსაც შეხვდა და მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდულ ფორუმში, რომელიც მომავალ კვირას უკვე საქართველოში გაგრძელდება. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ორმხრივი სამუშაო ჯგუფის აღდგენა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერება და ერთობლივი პროექტები. ამ შედეგით დასრულდა საქართველოს განათლების მინისტრის გივი მიქანაძის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში, სადაც სამდღიანი შეხვედრების ფარგლებში გივი მიქანაძე აზერბაიჯანელ კოლეგას, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს და ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრს შეხვდა. შეხვედრებზე გადაწყდა, რომ აგვისტოს თვიდან ფუნქციონირებას დაიწყებს სამუშაო ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა სფეროებში ორმხრივი პროექტების განსახორციელებლად იმუშავებს. შეხვედრები მქონდა უმაღლეს დონეზე, შეხვდი პრემიერ-მინისტრს, შეხვედრები მქონდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან, ასევე სპორტსა და ახალგაზრდობის მინისტრთან. დავსახეთ კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც უახლოეს მომავალში განხორციელდება. მისასალმებელია ის, რომ 2023 წლიდან დროებით შეჩერებული სამუშაო ჯგუფები სამინისტროებს შორის სულ რაღაც რამოდენიმე კვირაში აღდგება და აგვისტოდან ეს სამუშაო ჯგუფები განაახლებენ მუშაობას, სადაც ყველა აქტუალური საკითხი ორი ქვეყნისთვის განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სფეროებისთვის იქნება განხილული. მჯერა რომ მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ძალიან პოზიტიურ გავლენას მოახდენს ჩვენს შორის უკვე არსებულ დადებით და მეგობრულ თანამშრომლობაზე. ჩვენ ერთად ბევრ ინიციატივას განვახორციელებთ, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. მჯერა რომ ეს არის მხოლოდ დასაწყისი იმ მნიშვნელოვანი მიზნების, რომლებსაც ერთად მივაღწევთ. ჩვენ პოზიტიურ კავშირებს დავამყარებთ ორი ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის, ასევე ხელს შევუწყობთ ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განხორციელებას. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ჩემს კოლეგას ამ ვიზიტისთვის. მჯერა ჩვენ ერთად მივაღწევთ დასახულ მიზნებს. ვიზიტის ფარგლებში გივი მიქანაძე ქალაქ გუბაში საზაფხულო ბანაკში მონაწილე ქართველ და აზერბაიჯანელ სტუდენტებს შეხვდა. სტუდენტებმა საზაფხულო შეკრების ფარგლებში ერთმანეთს საკუთარი ქვეყნის კულტურა და ისტორია გაუზიარეს. ვიზიტის ბოლოს განათლების მინისტრმა ახალგაზრდული ფორუმის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა, სადაც მსჯელობა გაიმართა ახალგაზრდების როლზე ორი ქვეყნის ურთიერთობების განმტკიცებაში. როგორც მოგეხსენებათ, ეს ყველაფერი დაიწყო აპრილში, როდესაც აზერბაიჯანისა და საქართველოს პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდნენ და მათი ინიციატივითა და მითითებით დაიგეგმა აღნიშნული ღონისძიება. დღეს კი უკვე ამ ინიციატივის ფარგლებში ტარდება ახალგაზრდული ფორუმი. ვფიქრობ, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული ძმური ურთიერთობა ნათლად აჩვენებს, თუ როგორ უნდა ცხოვრობდნენ მეზობელი ქვეყნები. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ და ვფიქრობ, ეს სიხარული გამომდინარეობს იმ პოზიტიური ემოციებიდან, რაც ჩვენი ახალგაზრდა ლიდერების სახეებზე დავინახეთ. ეს მართლაც შთამბეჭდავი დღეები იყო. ჩვენს ახალგაზრდა თაობაში დიდ ენერგიას გვგრძნობთ და სწორედ ამ ენერგიით ვიმაგრებთ მომავალს. მნიშვნელოვანია, რომ ეს თანამშრომლობა გაგრძელდეს. ერთმანეთს უზიარებთ ჩვენი ქვეყნების ისტორიას, კულტურას, ტრადიციებს. ჩვენი ქვეყნები ყოველთვის გამოირჩეოდა მეგობრული ურთიერთობებით. ჩვენ ახალგაზრდები ვართ ჩვენი ქვეყნის ხარუნდელი დღე და მომავალი და ეს ბანაკი, მსგავსი ტიპის პროექტები ხელს უწყობს ჩვენი მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას. ერთ კვირაში კი უკვე საქართველო უმასპინძლებს აზერბაიჯანელ სტუდენტებს ახალგაზრდული ფორუმები თბილისსა და ანაკლიაში გაიმართება.